გუშინ შემხვდა მაია ასათიანის ვიდეო, სადაც გამწარებული მოსთქვამს ჯერ საკუთარ შვილს, შემდეგ საკუთარ ცხოვრებას, იქ ვიღაცა ლაზღანდარები გამოუხტნენ და საშინელი კომენტარები დაუწერეს და ხა ამ პატარა მონაკვეთს გაჩვენებთ და გავაგრძელებ საუბარს. აი როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ ჩავძაღლდები და მივალ ჩემ შვილთან, ზუსტად ვიცი და ასე მეტყვის, რომ ვერა მაგარი გოგო იყავი. ძალიან არ მინდოდა რომ ესეთი გენახეთ. ეხლა წავალ პირს დავიბან, ახალ დღეს დავიწყებ, ყავას დავისხავ და აღარავის აღარ დავანახებ ჩემს წრემლს. წერეთ რაც გინდათ. ეხლა თქვენ ხედავთ რა დღეშია ადამიანი, ხო? ისედაც თავის უბედურებაში შვილს მოსთქვამს. დედას და მამას რო კარგავს ადამიანი, იმას რა ემართება და შვილს მოსთქვამს ადამიანი. არ მაინტერესებს მე მას ტანზე რა აწვია და როგორ გამოიყურება, ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთელი უბედურება ამაშია ჩვენი საზოგადოების, რომ გარედან და ფარისევლურად საჩვენებლად რომ არიან მიჩვეული მოთქმას და გოდებას, რომ თითქოს ძალიან განიცდიან საკუთარ ტრაგედიას ადამიანები, თუმცა იმავე ტრაგედიაში მიცვალებულს მიწაში რო ჩააგდებენ, ლამის ღრეობას აწყობენ ზეს და 500 და 1000 კაციან ქელეხებს რო აწყობენ და მე ჩამყრალებულები რო არიან იმ სასახლეში და ის სასაფლაოც რო ნაგავში აქვთ ჩასმული. აი ასეც არიან მიჩვეულები რეალურად. ამაზე საცოდავი ლაზღანდარები, აი ადამიანი რო ცხოვრობ, იმიტომ რომ მეზობელს უყუროს საცვალში, წარმოვიდგინე რა და ადამიანი რო ცხოვრობ იმის გამო, რომ ვიღაცას დაუკომენტარო იმ შენი საზიზღარი ღვარძლით, რომელიც გულში გაქვს ჩაგროვებული, შენი უსაქმრობისგან გამოწვეული და შენი უპატრონობისგან, უსიყვარულობისგან გამოწვეული, მათ შორის უმეტესი ნაწილი საკუთარ მოხუც დედიკოებზე რომ არიან ჩამოკიდებულები სხვა ქვეყნებში რომ მონებად ყავთ გაშვებული, ის საკუთარი დედიკოები და სხვა საქმე რომ არაფერი არ გააჩნიათ, აი ასეთი ადამიანები დღეს დგანან და ლაზღანდარობენ და ვიღაცის ცხოვრებაში არიან ცხვირი ჩაყუდებულები. წარმოვიდგინეთ. და მე ეს ხალხი წაიკრავს თავზე, წავა ეკლესიაში და მრევლი დადგება იქ და ილოცებს და ქრისტიანს დაარქვეს საკუთარ თავს, თავარია ჯვარს ჩამოიკიდებს კისერზე. ის რომ ადამიანი ესეთი გამწარებულია, ხვალ რომ ვინმე რამე დაუშავოს თავს. აი ვერ გაუძლო რა ფსიქიკურად ყველა ადამიანს არ აქვს ეს მყარი ფსიქიკა და შეიძლება ამას ვერ გაუძლოს. ეს შეიძლება გახარ და იქ რო აკაკუნებ იმ კომენტარზე და საერთოდ რო არაფერსაც არ ნიშნავს გარდა იმისა რომ ცოტა გული გადააყოლო იმ შენი უბედური ცხოვრებიდან, იმიტომ რომ შენ არაფერი არ გაგაჩნია იმ ცხოვრებაში. ისეთი რაც ბედნიერებას მოგიტანდა, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი ასე არ მოექცევი მეორე ადამიანს, ასე არ მოკლავ მეორე ადამიანს და ვერ გაუძლო ხვალ რა ფსიქიკამ და რაღაცა დაუშავა საკუთარ თავს. ხო გააგრძელებ იმ შენ სიმყრალეში ცხოვრებას. ხო გააგრძელებ იმ შენი მეზობლის საცვალში ცხვირის ფათურს და ხომ იქნები სხვისი ცხოვრებით დაკავებული. როგორ არ გცხვენიათ ხალხო მართლა მაინტერესებს. ჯერ ამას რო აცნობიერებ, რომ შენ ხარ ის სუბიექტი, რომელიც ძიხარი და აკაკუნებ კომენტარს, რომ ვიღაცა მოსპო და გაანადგურო. აი ამას რო აცნობიერებ, რომ შენ ხარ ეს ადამიანი, არ გცხვენია საკუთარ თავთან, მართლა მაინტერესებს რა. ზოგადად რა გახდა მართლა ეს Facebook-ი, ესე კი კარგი მხილების საფუძველია რეალურად, იმიტომ რომ იმხილა საზოგადოებამ თავი, ჩვენ ვინ ვართ, ეს ძალიან კარგად დაგვანახა ამ სოციალურმა ქსელებმა და ფსიქოლოგიურად თუ კი ცოტა განათლებული ხარ ადამიანი, მომენტალურად დასვამ ამ საზოგადოების უბედურებაზე დიაგნოზს. ყველაფერს ცხადყოფს ეს ყველაფერს აბსოლუტურად. ჯერ კიდე როდის ამბობდნენ ქართველი მუდამ ერთმანეთის ჭამით არის მაძღარიო. რომ ვერასდროს ვერ გაძეხით ერთმანეთის დაჭმით და თქვენ იცით რომ ეს ზუსტად აისახება ქვეყნის ზომაზე? ზუსტად ისტორიულად რა ზომაცაა ერთი ნაგლეჯი რომ არის დარჩენილი ეს საქართველო, იცით საიდან მომდინარეობს, რომ ერთმანეთის ჭამით იყავით მაძღარი მთელი თქვენი დღე და მოსწრება ისტორიულად და საუკუნეების მანძილზე და აღარ უნდა გაჩერდეთ? აღარ უნდა გაწყვიტოთ ეს ჯაჭვი მართლა მე რამდენი მსხვერპლი შეიძლება ამას მოყვეს. რამდენს უნდა გამოუტანო განაჩენი, რამდენ შუბლი გაუხრიტე, რამდენს ტყვია დააჭედე, რამდენ სიცოცხლე მოუსპე, რამ მდგომარეობამდე მიიყვანე, რამდენი სუიციდი, აღარ უნდა გააჩეროთ ეს ლაზღანდარობა მაინტერესებს. წადი დადექით ფარისევლურად ეკლესიაში და ილოცე, წაიკარი თავი, მიდი ჩამოიკიდე ოქროს ჯვარი, ესე გახდები ქრისტიანი? თქვი ამას რზენებო თქვენ? მე მგდელს რომ გააკრიტიკებ და რო ამხელ, არ განიკითხო გეუბნება და თვითონ კლავს ადამიანს. ეს ფარისეველი თვითმარქვია ხალხი ეს.